კალეთ მივდივართ მადრიდში. მადრიდით უნდა მოვინახულოთ. ნუ მოკლედ 3-4 დღიანი ტურების აზრი არ აქვს, როცა მოდიხარ ევროპაში, ან ესეთი დიდ ქვეყანაში, რომელსაც აქვს უზარმაზარი კულტურა. აი არ ვიცი, არქიტექტურიდან დაწყებული დაგეგმარებით და ყველაფერი აქვს. სასწაული აქვს. ტელეფონს ვერ გათიშავ, ტელეფონს ვერ შეინახავ, კამერის გათიშავს აზრი არ აქვს, რომ ულამაზესი არქიტექტურა აქვს. ყველა კუთხე არის რაღაცა საოცრება და 3-4 დღე არანაირად არა საქმეში ის რომ ნახო რომელი ქვეყანა. ერთი დღე მაინც გიდა რა. აი ეხლა ბარსელონაში ერთი 2 კვირა მაინც გიდა რომ მარტო ბარსელონაში იყო და ბარსელონა ნახო. ბენიდორმი უფრო ის იყო რა გიდა დასასვენებელი. სანახაობრივი და რაღაცა ისე არ იყო რომ რაღაცა მუზეუმები და რაღაცა ისე შეცვლით არა. იქ უფრო დასასვენებელი ადგილია, კლუბური გასართობი, ანუ რომ მოწყდე ამ ყველაფერს და დაისვენო. დასასვენებლად არის კაფე. აი მალაგა, ხო, და დროის გასატარებლად. მალაგას რაც შეეხება, მალაგაში ვერ დაისვენებ. მე მოყვება ეს კამერა. სადაც შეწაფალ იქეთ მოდის. ადიქ იხლა გადი, იქეთ გაიარება. მე ხოდა შენი ბიჭი არ არის, შენი გოგოა. ჩემი ბიჭია. ხოდა მოკლედ მალაგაში ვერ დავიცემ 24 საათის ვიყავით, დავხოდით, ესეც მოაწყვეთ, ისეც მოვაწყვეთ და გადავიწვით, რასაც ვიყავით, გადავიყავით და ვისიცინეთ. ერთი დღე ვიყავით მარტო ზღვაზე. და შევხვდებით. ეხლა ვნახავთ მადრიდში რა იქ. მადრიდი ძალიან დიდი კულტურული ადგილია და მანდაც არ მგონია რომ დავისვენოთ, მანდაც სულსიებელი მომიწევს. მაგრამ მოგზაურობის სწორედ ისაა. ძალიან ბევრი გადასავლები გვაქვს დაგროვილი და ბევრი ლამაზი დღე გვაქვს ერთად გატარებული ამ მოგზაურობაში და ანუ კარგია რა, დადებითი ენერგიებით ვუნდები მე ეს ქვეყანაში და აგრძელებ სამსახურებრივ მოვალეობას, რაც უფრო შემართებით ხარ და საჭირო მოკლედ რა. ეს გასულა საჭიროა. არა შერასიტყვები. ყველაფერს თავი დავანებოთ, მოგონებები გვაქვს, რომელიც ძვირფასია და რომელსაც გავიხსენებ. კიდე ახალ მეგობრებს იჩენ. ეხლა მაგალითად აურელია გავიცანით, ხო? ჩვენი გადარეული გოგო, დღე და 24-ზე რომ ირეკავს და რომ კითხულობს. აურელია გავიცანით, ეხლა რომ ვიყავ და აურელიას ვერ გავიცანით. ბენიდორმში ბევრი სხვა ახალგაზრდას გავიცანით. თან რა არის, სულ დადებით აურას ჩუქნიან, გესალმებიან, გეფერებიან, არიშურებენ კომპლიმენტებს. უხარიათ ცხოვრება და გაფრთხილები არ იღურებენ რა. მოგობროს აქ. ჯერ მარტო ამ ნეგატივის და დავისვენეთ რა, ხო? მოკლედ, არ დაგავწყვეთ ჩემი არხის გამოწერა, გამომყევით, თითოეული თქვენი ერთი რელაქსზე დაწკაპუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი წავედით მადრიდში. ესე მადრიდში მივემგზავრებით ახლა. ეს არის 19 მაისი. ჩქაროსნული მატარებლით წესით 3 საათში როგორც იყო მიცდევს 3 საათში უნდა ჩავიდეთ. ისეთი ჩქაროსნულია რომ გუგულებიან ქართლის მიკროფონი გახედეთ. ანუ რაღაცა ის აქვს და უგეგმავად აქვს რა, ყველაფერი გათვლილი რა. ამდენი ხალხი მე შემოიყვანეს, მაგრამ ნახოთ, ნუ ვიჩქარებთ. ველოდებით. სუბსტრაფიკო ვარ, ყველაფერი მალე.
მივდივართ ამ ეტაპზე. Просто არ ეტყობა 260-ით მივდივართ. ჩამოვახციეთ მადრიდში. რამე ისეთი დაგვიჭირდა 3 ხო? 3 საათში ჩამოვედით მალაგადან მადრიდში. სწრაფმოვარი მატარებლით მე ჩამოვიდა. Let's go, baby. ვართ მადრიდის სადგური. Let's go, წამო. როგორი ლამაზი მატარებლით ჩამოვედით კუსკუსა. ცივა მადრიდში, ხო? გრილა. უძგლები დამაყარა. ჩამცივდა. Another sunrise, another sunset. ჩვენი სადგური მადრიდის. ამ თუნთულა მოგვიყვანა. ამულამაზესო მაგოგო. საკმაოდ გრილა მადრიდში. ბურძგლები მაყრის. ნახე. თბილად ჩაიცით, ბიჭო. რა სახი აქვს? მაგრა ქშია, ხო? ნაირი გიჟია. მე და გურო. საწყალი. ბატონი გურავი ჩამოვიდა. 1-2 სიტყვა გითხარი, ძალიან გითხარ. რა მოვლენებია საქართველოში? რა კომენტარს გააკეთებ? ძალიან გთხოვთ ბატონო გურავი რა. პასუხის გარეშე არ დაგვტოვო. ძალიან გთხოვთ ბატონო გურავი, ვერ გიახლოვდებით. ესეც მადრიდის სადგური. გამოვიძახეთ ბოლტი 13 ევროთ. 12 წუთში მოვა და წავა ცუნცულებს.
ორი აბაზანა. სერიოზული ბინებია. აი ამ სამზარეულოში. Robi pus-pusebe დღეს. ეს გასავსებია. ეს რა არის? გათენდა მეორე დღე მადრიდში ყოფნის გამოვედით ქალაქში რომ დავაწყარიოთ ქალაქი სანამ ვარჯიშებზე წავიდეთ გვინდა რომ 1-2 მუზეუმი მოვასწროთ და მოვინახულოთ Palacio de la Madrid. ესეც ამხელა ჩვენი რიგი. რა შევიდეთ იქ. რა იღირება შენი აზრით შესვლა? ვერსალის ნაირი სასახლეა, გარედან ვერსალს გავს. ერთმანეთს ბაძავდნენ რა. ამასობაში კი ერთმანეთზე კარგი ისაუბრეთ, როგორია განვითარებული. არქიტექტურა, კულტურა, ყველაფერი. ჩვენი Palacio de la Madrid. ეს ვართ მადრიდში. ეს ლამაზი სასახლე აქვთ.
რომელშიც გადავიხადეთ 14 евро. ერთმა კაცმა. მოდი ვარდით მარტო გალა. გამოსჩენილ 8 евро, 6 евро, 12 евро. ისეთი ნამაზი ადგილი. ახლა ვართ მადრიდში. მათარიელებთ. გატარე. ესენი მუშაობენ მაგანზე. აჰა. ეს ადგილია ძალიან. მაგრამ ეს რა არის? მერია ეს იგი? ასა მერი შენაში ეზოში კეიფი და დოსტარება გინდის? რა შენობა? მერი შენობაში სერიოზული მაღაზიებია. ჭამას მოვიდის და ვაჭრო. ეს ამ დასათვალეს როგორ იღებს მაგრამ ეს ერთიანა. თუ ჩალეთები ახლა ლამაზია. ძალიან ნაცნობი სახე გაქვს. მაგრად მეცნობი. ქართველი ხوار ხარ? კი. მართლა? აქ რომ გადმოგაგდო, შემადლიანო, შენა. შედალოცვილო, აქ რა მოგიყვანა. დავი დავხეტიალო ვეძებ და არ ვიცი რა შვით. დან ვართ გამოსულები. ბავშვებს უყიდეთ საჩუქრები. ჩვენ ფარტყუნებს, რომლებიც ძალიან მოგვენატრნენ. გურო, მოგენატრნენ ბავშვები. ძალიან ერთსული მაქროდის ნახა. უიმე! ისინიც გველოდებიან. ისინიც მაგრად გველოდებიან. ერთსულია. მაგრად პირველად მოენატრნენ. დავტოვეთ 2 კვირით. 2 კვირა რაც ამოსულები ვართ ესპანეთში. ელაკოს დაბადების დღე აუგნიშნეთ 31 წლის გახდა. და კვირიანი დაბადების დღე. ორ ქალაქში აუგნიშნეთ მოგვიწია ესე ბარსელონაში და მე ვიყავით ბარსელონათი დავიწყე ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. ნახევარი ბენიდორმით დავამთავრე. და ნახევარი დღე ბენიდორმში. ხო არა გშურს გურო. მე არა. გადავედით მალაგაში და მალაგადან მადრიდში ჩამოვედით. ესეთი ლამაზი სამეფო სასახლეა ესპანეთის მეფეს აღუნდა რომ ყველაზე დაფარიზოს. დაგპატიჟე მეფეო ყავაზე. მეფეო. ყავაიზე მეფეო. მეფეო. შენთან დესპანია ჩამოსული. საქმიან მოლაპარაკებებზე ჩამოვედით მეფეო. მოკლედ გურო შენ არის დარდო დაბადების დღეს გადაგიხდი. სად გიხდი? სიურპრიზია, ეგ მე გაიგებ. აი გეტყვი. ბენიდორმში გადავუხდი გუროს დაბადების დღეს რა. ხოდა რა გავაკეთო ის რომ ეხამნახე როგორ შემამოწმო ის. ეხლა ვუყიდი ბილეთებს და გადავუხდი ბენიდორმში დაბადების დღეს. ერთი 14 დღე წავიყვან ბენიდორმში. ბევრია. 14 დღე ბევრია?
ნუ კაია, მაგრამ ბავშვები მეწოდებიან. აბა რამდენი დღე? 8? საკმარისია 8 დღე. ნუ საკმარისი რა ბავშვების გარეშე. ცოტა რთულია. მაგრამ ჩვენს გვენატრება და იმანაც ძალიან ვენატრებით. პირველი შემთხვევა მართლა პირველი შემთხვევა ამდენი ხანი ორი კვირა გვიწერს ესე დატოვება ბავშვებს. კიდე მეტი 2 კვირაზე, თუ სადღაც 15 დღე. ამ სასახლე აქედანაც ჩანს. ჩვენი ბავშვობა მარიო. მეფემ გაიგო რომ ჩამოვედით და აგერ თვითმფრინავები გამოვიშვით. ძალიან ბევრი ქართველი დაწერწეს ესპანეთში. მუზეუმებში. როდის ასწავლებდა თარგმანი? ჩვენს გვერდითაც შემოვიდნენ გუშინ სასტუმროში. ქართველები, გოგოები. No me dejes mi cuñado. Es que no alcancé a recoger porque... ¿Por qué? Oh, me parece un poco así. Sancho Pancho. დილიდან დავდივართ. აი, ძალიან ბევრი ვიარეთ უკვე. დღის ბოლოს 20,000 ნაბიჯი ისე გვაქვს დადებული, როგორც არაფერი. რა? ბაღები. სამეფო ბაღებს აკეთებენ. გვერდით. Poco. Aurelies არ დაურეკია დღეს ჩემთვის. მე და ღამე მირეკავს აურელია, მაგრამ დღეს დილით არ გამაღვიძა აურელია. ანუ ნახე რომ ხელარიგი დგას. გუშინ ჩვენ რო ვიყავით, ამ ხელარიგი არ იყო. ანუ ჩვენ კარგ დროს მოვედით გუშინ. ნახე რომ ხელარიგი დგას. ჩვენ ძალიან კარგად შევედით გუშინ. ესეთ ჩვენი სასახლე. ესპანეთის მეფე. როგორ? ესპანეთის მეფე ცხოვრობს აქ. აქ ვიყავით გუშინ შესულები. ეხლა მივდივართ, როგორც გურო იტყოდა სანჩო პანჩოს მემორიალთან. სანჩო პანჩა უნდა ვნახოთ. სანჩო პანჩა. აბა agua. 1 euro agua. 1 euro agua. წყალი უნდა გამოვიტანოთ და გავყიდოთ. უახლოვდები ჩვენ სანჩო პანჩოს. როგორც რამიკო იტყოდა სანჩო პანჩოს. Sancho Pancho. როგორი ლამაზია და დახვედა. Sancho Pancho. Running out day after day,
will make the mundane a masterpiece. Oh my, love. I take one look at you, you're taking me out of the ordinary. I want you laying me down to a dead and buried on the edge of your knife, staying drunk on your vine. The angels up in the clouds are jealous knowing we found something so out of the ordinary. You got me kissing the ground of your sanctuary. ასე დასრულდა ჩემი მადრიდული თავგადასავალი. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ და კარგი ემოციები დააგროვეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურეთ და ხო, წინ კიდევ ბევრი საინტერესო და გემრიელი ვიდეო გელოდებათ ჩემს არხზე. ამიტომ ახლა ძალიან გამახარებთ და ძალიან დიდ სტიმულს მომცემთ თუ ჩემს არხს გამოიწერთ და ზარის ღილაკსაც გააკეთებთ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.